მე ეს ინფორმაცია არ ვიცი, ახლა გავიგე. შესაბამისად არ მაქვს ინფორმაცია რა პროცედურულ დარღვევებზე არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი. ზოგადად კანონმდებლობით დადგენილი წესია და იმედია რომ დაიცავს ყველა პირი ამ წესს რომ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის მიწოდება არის ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულება. მათ შორის ცხადია დეპუტატებისაც. იმ შემთხვევაში თუ დეპუტატი აი მოწვევის შემდეგ საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდება, კანონმდებლობით არ არის დადგენილი წესი, დეპუტატის იძულებით მიყვანა არ შეიძლება. მოკლედ დეპუტატს იძულებით წესით ვერ დაკითხავთ. განსხვავებით დაუშვათ თბილისის მერისგან, რომელთან მიმართებაში შეეძლო გამოძიებას, რომ იძულებით დაეკითხა სასამართლოს აქტის მიღების შემდეგ ცხადია. ამ შემთხვევაში დეპუტატს იძულებით წესით ვერ დაკითხავენ, თუმცა თუ ჩვენების მიცემაზე რომელიმე დეპუტატი უარს იტყვის, მაშინ ამაზე შესაძლებელია ეს შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულის ნიშნების შემცველქმედებას და ამაზე ცალკე დაიწყოს იმ კონკრეტული პირის მიმართ გამოძიება, ვინც უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე და არ ასე ვთქვათ უარს განაცხადებს მარტივად. ეს არის პოლიტიკური შეფასებები, მე სამართლებრივად უყურებ ცხადია ამ საკითხს და კანონის თანახმად არც ერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ სარგებლობს იმგვარი იმუნიტეტით, რომ მისი დაკითხვა არ შეიძლება. δηλαδή მის ნებისმიერი თანამდებობის პირის დაკითხვა შესაძლებელია და ეს არის ჩვეულებრივი კანონით დადგენილი წესი, მათ შორის მერის მიმართაც, დეპუტატის მიმართაც ცხადია შეიძლება ეს თანამდებობის პირები დაიკითხონ ამა თუ იმ საქმეზე, რაც პროკურატურის გამოძიებაში არსებობს. როცა არის საუბარი კონკრეტულ დარღვევებზე, ან რაიმე სახის დარღვევებზე, კარგი იქნება კონკრეტული პასუხები ამაზე, თუ რაში გამოიხატება ეს დარღვევები, თუ არსებობს კონკრეტული საფუძვლები, ცხადია ჩვენ ამაზე შეგვიძლია განცხადების გაკეთება, თორემ ზოგადად მე პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, ვერ ვიტყვი ეს რამდენად არის ზეწოლა ან ასე შემდეგ. გამესიახლე არ არის, ხო ამ კუთხით? მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილება არ არის დაიწყებს თუ არა ამ საქმეზე გამოძიებას. პროკურატურას უფლება კი არ აქვს, რომ დაიწყოს ან არ დაიწყოს, არამედ პროკურატურა არის ვალდებული, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყოს გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი ან მისი ადვოკატი შეიტანს თუ არა აღნიშნულ საკითხზე საჩივარს, პროკურატურას მასმედიის მეშვეობითაც კი ამ ინფორმაციის გავრცელება უკვე წარმოუშვებს და უდგენს ვალდებულებას გამოძიების დაწყების. ჩემთვის გაუგებარია ის არგუმენტები, რაც ისმის გამოძიების არ დაწყების საფუძვლად ამობენ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყება, იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რასაც მერაბიშვილი აქვს, არის დაუჯერებელი და აბსურდული და ამიტომ გამოძიება არ დაიწყება. ეს არის მიუღებელი არგუმენტი, ეს სამართლის და კანონის ჩარჩოებში ცხადია ვერ ჩაჯდება. კონკრეტული ამბავი შეიძლება ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის იყოს დაუჯერებელი, მეორესთვის დამაჯერებელი, ამის მიხედვით არ წყდება, ამის მიხედვით კანონი არ განსაზღვრავს გამოძიების დაწყება არ დაწყების საკითხს, კანონი ამბობს ძალიან მარტივ რამეს, რომ თუ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია, გამოძიების დაწყების ვალდებულება დადგენილია. და აქ შესაბამისად ხდება კითხვა, გავრცელდა თუ არა დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია. არავინ არ დაობს იმაზე, რომ რაზეც მერაბიშვილი სწავლობს, თუ ის სიმართლეა ეს დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება, მაშინ რატომ დავობთ იმაზე, რომ უნდა დავიწყოთ თუ არა გამოძიება. ამ საკითხზე მსჯელობა ფაქტიურად არის მსჯელობა იმაზე, უნდა შეასრულოს თუ არა პროკურატურამ კანონით დადგენილი წესი. ამაზე მსჯელობა მე მგონი უხერხულობა და სირცხვილია, რომ
ჩვენ ახლა ვჯელობდეთ იმ საკითხზე, კანონი უნდა შესრულდეს თუ არა, რომელიმე უწყების პროკურატურა ეს იქნება თუ სხვა ნებისმიერ უწყება. თუმეტეს უწყება, რომელსაც ქვია სამართალდამცავი ორგანო, აი იმ ორგანოს საქმიანობაზე ჩვენ უნდა ვიმიჯილოთ ახლა თურმე ამ ორგანომ უნდა შეასრულოს თუ არა კანონი. აქ არის ძალიან ცალსახად განსაზღვრული წესი და დადგენილია ცალსახა ვალდებულება. ამიტომ რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი გამოძიების დაწყების შესახებ, ცხადია ამ ფაქტთან დაკავშირებით მით უფრო მეტი კითხვები იარსებებს. მე აქვე მინდა გამოვეხმაურო ბატონ სოზარ სუბარის განცხადებას, რომ სანამ გამოძიება არ დაიწყება, მანამდე არავის არ აქვს უფლება ნახოს აღნიშნული ჩანაწერი, ეს ასე არ არის. იუსტიციის სასჯელი აღსრულების მინისტრის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია, მაგალითად უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება, რომ გააკონტროლოს სასჯელი აღსრულების დაწესებულებაში არსებული პატიმრების უსაფრთხოება, ხო? ჩვენ არაერთხელ გქონია შემთხვევა, როცა ესა თუ ის ინფორმაცია გავრცელებულა მასმედიით და იმ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება სამინისტროს ჰქონია. მაშინ რატო არის ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოკიდებული იმაზე, რომ დაიწყება თუ არა გამოძიება. სამინისტროს ევალება პატიმრების უსაფრთხოების დაცვა და ამ შემთხვევაში გაყვანილი, კაი, გასაგებია რომ დავუშვათ სასჯელი აღსრულების სამინისტრო დავუშვათ ვერ დაიწყებს გამოძიებას ამ საკითხზე, გასაგებია, მაგრამ ხო შეიძლება შემოწმდეს მისმა თანამშრომლებმა დაარღვიეს თუ არა კანონი, როცა მანო მერაბიშვილი საუბრობს იმას, რომ ღამის 2 საათზე გაიყვანეს ის სასჯელი აღსრულების სამინისტროდან. აი ამის გადამოწმება, ანუ სამინისტროს თავისი თანამშრომლების საქმიანობის გადამოწმების უფლებამოსილება ცხადია აქვს და ცხადია უსაფრთხოების სამსახურს აქვს უფლება ნახოს ჩანაწერები იმ მიზნით, რომ გაირკვეს მისმა თანამშრომლებმა დაარღვიეს თუ არა კანონი და შესაბამისად გაირკვევა ეს საკითხი. რაც უფრო დიდხანს გადაიდება ეს დროში და თუ არ დაიწყება გამოძიება, ცხადია ადამიანებს უფრო გაეზრდება ვარაუდი იმისა, რომ ის რაზეც საუბრობდა ვანო მერაბიშვილი შეიძლება იყოს მართალი. მე არ ვიცი ახლა ეს მართალი იყო თუ ტყუილი იყო, ამის შესახებ მე ინფორმაცია არც მაქვს და არც მექნება, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს ამ სიმართლის გარკვევა, იმიტომ რომ გამოძიების არ დაწყებით, პროცესის გაჭიანურებით პირველ რიგში ჭრილი ადგება ხელისუფლებას და მე ეს არ მახარებს და არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა ახარებდეს ის, რომ თავის ქვეყნის წარმომადგენელ ხელისუფლებას რაიმე მსგავსი ჭრილი ადგებოდეს. ამიტომ ვართ ჩვენ დაინტერესებული რომ დაიწყოს ეს გამოძიება, მაგრამ სამწუხაროა და მართლა ის არის მიუღებელი ის პოზიციები, რაც ისმის. ან მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვს. ერთი არის სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის გაუქმება, მეორე არის ხარვეზების დამდგენი კომისიის ამოქმედება, არის კიდე ჯანმრთელობის დაცვასთან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამბობენ რომ წამლებს არ აძლევენ და ასე არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ისინი პროტესტს გამოთქვამენ. მე მინდა თითოეულ მათგანს ძალიან მოკლედ გამოვეხმაურო. პირველ რიგში ხარვეზების კომისიასთან დაკავშირებით ვიტყვი კიდევ ერთხელ ჩვენს პოზიციას, რომ მხოლოდ მოქმედი პატიმრები არ ამბობენ იმას, რომ უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც მათ მისცემს სიმართლის გარკვევის შესაძლებლობას. ამას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამას ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომელიც პარლამენტმა არჩია, ამას ამბობენ ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელიც, თუმცა ლიანობაში ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომ გაურკვეველი ვადით იქნეს გადადებული ამ კომისიის შექმნა, ცხადია ამწვავებს სიტუაციას, მაშინ როცა ეს დაპირება იყო წინასაარჩევნო პერიოდის თუ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ამ კუთხით ნაბიჯებიც გადაედგა, შემუშავდა კანონპროექტი, გადაიგზავნა ვენეციის კომისიას, ჩამოვიდა დასკვნა, ამის შემდეგ რაღაც ვენეციის კომისიის მოსაზრებების თანახმად დაიხვეწა კანონპროექტი და უკვე როცა საქმე საკანონმდებლო თვალსაზრისით, კანონპროექტის თვალსაზრისით რაღაც ბოლომდე მისგავდა, უცბად გაჟღერდა, რომ კომისია არ შეიქმნება. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ მაინდა-მაინც კომისია უნდა შეიქმნას. შეიძლება
ვიმჯელოთ სხვა ალტერნატიულ გზებზე, მაგალითად ერთ-ერთი მოსაზრება არის, რაშიც ნამდვილად არის რაციონალურობის მარცვლები, რომ კომისია კი არ შეიქმნეს, არამედ გაიზარდოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა და გაზრდილმა მოსამართლეთა რაოდენობას მიეცეს საშუალება იმისა, რომ გადასინჯოს აღნიშნული საქმეები. ანუ აპრიორი მნიშვნელობა, რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არც პატიმრებისთვის და არც ჩვენთვის არ აქვს იმას, კომისიის მეშვეობით მოხდება ეს თუ პირდაპირ სასამართლო განიხილავს. თავარია ეფექტური მექანიზმი არსებობდეს და ის არგუმენტი, რაც ფინანსური არგუმენტი დასახელდა ამ კომისიის შექმნის დროში გადავადების თუ გაურკვევლივად გადავადების არგუმენტად ჩვენთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ არაერთი მოქმედით ყოფილი პატიმარი ამბობს იმას, რომ თავარი მათთვის არის სიმართლის გარკვევა და არა კომპენსაციის მიღება. და ეს ორი საკითხი ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ. პირველ რიგში უნდა გადაწყდეს და გაერკვეს სიმართლე და შეიძლება კომპენსაციის საკითხი კი ბატონო ბიუჯეტის პრობლემიდან გამომდინარე ხანგრძლივდეს დროში რაღაც გეგმაში გაიწეროს, მაგრამ სიმართლე დღესვე უნდა გაერკვეს და აბსოლუტურად მიუღებელია ის არგუმენტი, რასაც ამბობს ხელისუფლება იმ კუთხით, რომ ხელისუფლების პოზიცია არის ასეთი, რომ კი ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ათასობით ადამიანს ჰქონდეს ეს პრობლემა, ზოგიერთი მათგანი ციხეშიც კი იჯდეს უკანონოდ, მაგრამ რადგან ფული არ აქვს, ამას ვერ მოვაგვართ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი არგუმენტი. რაც შეეხება 223 პრიმა მოხდს ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია რაც არის ნათელი, როცა სიცხლის სამართლის კოდექსში შევიდა ეს ცვლილება, მაშინ ხელისუფლება ამ ცვლილებას ასაბუთებდა იმით, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენული სიტუაცია, დონე კრიმინალის განაპირობებდა ამ ცვლილების აუცილებლობას. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავისი კონკრეტული ყოველდღიური საჭიროებიდან გამომდინარე განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები. ესეთი ცვლილება საქართველოში მოხდა, თუმცა საქართველო არ არის გამონაკლისი, არის მაგალითად იტალიაში დაახლოებით მსგავსი ჩანაწერი, სადაც მაფიოზურ ჯგუფის წევრობა ასევე დანაშაულად ითვლება. ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ქურდული სამყაროს წევრობა, როგორც ასეთი ფორმალობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დანაშაული ჩადენილად ჩაითვალოს. საჭიროა, რომ ქურდულ სამყაროს წევრობასთან ერთად აქტიურ ქმედებას ახორციელებდეს ესა თუ ის კონკრეტული პირი, რაც შეიძლება გამოხატული იქნეს ძალადობაში, დაშინებაში, მუქარაში, შანტაჟში და ასე შემდეგ კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ. და ეს მე ვფიქრობ, ეს ნორმა დღესაც უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ დღესაც შესაძლებელია იდგეს ქვეყნის წინაშე ეს პრობლემა. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ არ უჭერთ მხარს ამ ნორმის გაუქმების იდეას. შესაძლებელია პრაქტიკაში ამ ნორმამ არასწორი გამოყენება ამ ნორმის არსებობას არასწორი გამოყენება მოხდეს, მაგრამ ეს არის უკვე არა ნორმის პრობლემა, არამედ პრაქტიკის პრობლემა და პრაქტიკის პრობლემის შემთხვევაში პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და არა კანონი. მე მაგ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. Tio. Tio.
გასაგებია. თქვენს მიერ მოყვანილ საქმეს მე არ ვიცნობ, მართლა არ მსმენი ამის შესახებ, მაგრამ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ყვებით, თავისი ფაბულით საქმე გავს სამართლებრივი თვალსაზრისით იმას, რასაც ვანო მერაბიშვილი ამბობდა. შესაბამისად, აქაც ანალოგიური მიდგომა იქნება ცხადია სამართლებრივი თვალსაზრისით, როცა ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია, ეს განაპირობებს პროკურატურის ვალდებულებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ის, რასაც თქვენ ამბობთ, შეიცავს მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსის 335 მუხლის ნიშნებს, რომელიც გულისხმობს მოწმის იძულებას ჩვენების მოწმის არა, ზოგადად პირის იძულებას ჩვენების მიღების მიზნით და ეს ქმედება წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად, თუ ეს ქმედება დანაშაულს წარმოადგენს, მაშინ ამ ინფორმაციის საფუძველზე ნამდვილად უნდა დაიწყოს გამოძიება. მარტივი